ჩემი მოხსენების თემაა სიზმრის სიმბოლოები და მითოლოგიური არქეტიპები. სიზმრის სიმბოლოები და მითოლოგიური არქეტიპები სიღრმისეულად უკავშირდება ერთმანეთს. მითები კაცობრიობის სიზმრებია და პირიქით, სიზმარს, რომელიც ადამიანს ესიზმრება, მის კერძო პირად მითოსად მიიჩნევენ. საინტერესო როგორც სიზმრის საგანი, ისე სიზმრის პატრონი, რადგან სიზმრის სწორი ინტერპრეტირების შემთხვევაში იგი გვიმხელს დაფარულ და ღრმა აზრს. არისტოტელეს მიხედვით, სიზმარი არის გარკვეული გამოვლინება ადამიანის სულისა, მის სულში მიმდინარე თვალით უხილავი, თუმცა მაინც არსებული პროცესებისა. კარლ გუსტავ იუნგის განმარტებით, სიზმარი არის ქვეცნობიერის გზავნილი, რომელიც შეიცავს არქეტიპულ სიმბოლოებს. სიზმარი არის გზამკვლევი, რომელიც ეხმარება ადამიანს პიროვნულ ზრდასა და საკუთარი თავის უკეჩაცნობაში. ხოლო ზიგმუნდ ფროიდის თანახმად, სიზმარი არის ერთგვარი შირმა, რომლის მიღმა საგულდაგულოდ იმალება რაღაც. ეს არის გზა არაცნობიერისკენ. ბერძენის სიზმართმცოდნის არტემიდორის მიხედვით, სიზმარი შეიძლება კლასიფიცირდეს ორ სახეობად. ეს არის უბრალო სიზმარი და გრძნეული სიზმარი. გრძნეული სიზმარი იმით განსხვავდება უბრალოსგან, რომ იგი მიუთითებს მომავალზე, უბრალო კი აწმყოზე მიმანიშნებელია. მისი თქმით, რაზეც აქ არ ზრუნავ და არ გაწუხებს, იმას სიზმრად ვერ იხილავ. კნინ ადამიანს არ დაესიზმრება დიადი საქმეები, რომლებიც მის უნარს აღემატება. ფროიდისა და განსაკუთრებით იუნგის გამოკვლევათა შემდეგ, მითოსის არსებითი კავშირი სიზმართან ეჭვს არ იწვევს, რადგან მათ საერთო სიმბოლოები აქვთ. სიზმრების კლასიფიკაცია პირობითად შეიძლება შემდეგი სახით. ეს არის სახელმწიფოებრივი სიზმრები, როგორიცაა ფარნავაზის სიზმარი ან ფარაონის სიზმარი, საზოგადოებრივი სიზმრები, საკრალო სფეროსთან დაკავშირებული სიზმრები და პირადი სიზმრები. დავიწყებით ბიბლიური სიზმრებით, რადგან არაერთი საინტერესო სიზმარი გვხვდება. პირველი არის იოსების სიზმარი. ამ სიზმრის მიხედვით, პურის სამყალში მყოფი ძმები კონავდნენ ძნებს. იოსების ზნა იდგა შუაში, ირგვლივ კი მისი ძმების ძნები ეხვივნა და თაყვანსცემდნენ მას. ასევე თაყვანსცემდა მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი. ეს სიზმარი იაკობმა და მისმა შვილებმა ახსნეს ისე, რომ იოსები უნდა გამხდარიყო დიდი კაცი და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცადა. საინტერესო ასევე საპყრობილეში აღმოჩენილი მეპურე თუხუცესის და მეღვინე თუხუცესის სიზმრები, რომელთაც ასევე იოსები ხსნის. სამი მტევანი ყურძნის გამოწურვა და მეფისთვის მირთმევა, მეღვინე თუხუცესს გათავისუფლებას უქადდა და თანამდებობაზე აღდგენას. ხოლო მეპურე თუხუცესის სიზმრის მიხედვით, გაუნცხვარი პურის ჩიტების მიერ კენკვა მის აღსასრულს მოასწავებდა. მნიშვნელობით გამორჩეული არის ფარაონის სიზმრები, რადგან მათზე როგორც წესი დამოკიდებულია არა ცალკეული პიროვნების ბედი, არამედ მთელი სახელმწიფოს. ფარაონის სიზმრის მიხედვით ეგვიპტეს ელოდა 7 მოსავლიანი და 7 მოუსავლიანი წელიწადი, რაც გამოხატული იყო სიმბოლოებით. მდინარიდან ჯერ ამოდიოდა 7 მსუქანი ძროხა, შემდეგ კი 7 მჭლე ძროხა. ასევე სიმბოლოებით, რომელიც განასახიერებდა 7 ხორბლით სავსე თავალს და 7 ცარიელ თავალს. ამრიგად, თუ კი იოსების სიზმრები პიროვნულ სიზმრებად, კერძო სიზმრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ფარაონი ხედავს არა ჩვეულებრივ ყოფით თემებზე დაფუძნებულ, არამედ სახელმწიფოებრივი ხასიათის სიზმრებს. სიზმარი ფიგურირებს კოსმოგონიურ მითოში და ამ შემთხვევაში ამახვილებ ყურადღებას ხის აღმოცენებაზე კერიაში. დავიწყებ იმით, რომ სოფოკლეს ელექტრაში მოთხრობილი არის კლიტემნესტრეს სიზმარი. აგემემნონის კვერთხი და მისი განედლება შეფოთვლა მიმანიშნებელია იმაზე, რომ ჭეშმარიტი პატრონი დაუბრუნდება თავის კერას, მაგრამ არა აგემემნონის, არამედ მისი ნორჩი ნერგის, ანუ ორესტეს სახით, რადგან ამ დროისთვის აგემემნონი უკვე გარდაცვლილია. მან ააფესვიანა კვერთხი მის ნიშნად, რომ ორესტე გასწევს აგამემნონობას. ზურაბ კიკნაძის აზრით აღწერილი სიუჟეტი იმ სიმბოლიზმის მიხედვით, რომელიც მას სიზმარში აქვს დაკისრებული, შესაძლოა ყოფილიყო მთელი მიკენის დაარსების მითოსი, ანუ კოსმოგონიურ მითოსში გადადის, რადგან მსგავსი სიუჟეტები ფიგურირებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზებში და გამოყენებულია საოცრების დაარსების გადმოსაცემად. სიზმარი არის ღვთისნებასურვილის გამოცხადებელი, ან წარმოადგენს გაფრთხილებას, რომლისთვის ყურის დაგდება არის აუცილებელი. სიზმარი ფიგურირებს კერიაში იფნის, ან ვარიანტულად ნაძვის ამოსვლის სიუჟეტებში, ანუ ჯვრის დაარსების მითოსში. მატენელი ასათაშვილები უკანაფშავიდან მათი გადმოსახლების მთავარ მიზეზად ასახელებენ სწორედ იმას, რომ ოჯახის პატრონს მესამე ღამეს დაესიზმრება ჯვარი, რომელიც უბრძანებს აყრას და კერის მისთვის დათმობას. და უკავშირდება სწორედ იფნის ამოსვლას. სხვა ანდრეზებისგან განსხვავებით, ოჯახი მართლაც გადასახლდება სხვა ადგილას, თანაც ამ ვარიანტში არ ფიგურირებს გველი, რომელიც სხვა ანდრეზებში გვხვდება. და შესაძლებელია სწორედ ამიტომ არის, რომ კონკრეტულ ამ ანდრეს არ აქვს ტრაგიკული დასასრული. ანდრეზულ პირთა სახელებიც არის შემონახული, ეს არის მამა ბერხუნდი და შვილი გიორგი.
სიზმარს ხვდებით ასევე ჯვრის დაარსების დროს, კერძოდ კი ძარცემის წმინდა გიორგის ხატის დაბრუნების ანდრესში, რომლის მიხედვით ხატი არის ლეკეთში დატყვევებული, აზარალებს ხალხს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხატს მიაკრავენ მოზრვის რქებზე, დანებაზე გაუშვებენ, იგი მივა ძარცემში. ხარი დაისვენებს ასკილის ძირას, იმ საღამოს კი ძარცემის მღვდელს დაესიზმრება ხატი, რომელიც უბრძანებს, რომ ფაქტობრივად გაუცხადებს თავის სურვილს, რომ ხატი ხარს მოყვა, იგი უნდა ჩამოხსნან და იმ ადგილას, სადაც იპოვიან, უნდა დაარსონ ეკლესია. მეორე დღეს მღვდელი მართლაც გაგზავნის ხალხს, ისინი იპოვიან რქებზე ხატმიკრულ მოზვერს, მოხსნიან თუ არა ხატს მოზვერი გასკდება, ანუ მოკვდება, იმ ადგილას კი მართლაც ააშენებენ ეკლესიას და ხატსაც დაასვენებენ. მონადირე, სიზმარი, მტრედი, ხატის ნაწილი, ეკლესიის შენება ეს არის საკვანძო მითოლოგიური სიტყვები, რომლებითაც აგებულია ზეგარდის ეკლესიის დაარსების ანდრეზი. ხშირად სიწმინდის ნიშნად მონადირეს ნადირობის წინ სიზმრად ევლინება საყმოს პატრონი და ნადირობაზე კურთხებას აძლევს. მონადირე სიზმარში იღებს მკადრეობის ხელდასმას და რეალობაში ხატის ნაწილის აღმომჩენი ხდება ეკლესიის მაშენებელი. საინტერესო არის მონადირეთა სიზმრებში ხეთური თქმულება მონადირე ქესის შესახებ, რომლის მხოლოდ დასაწყისია შემორჩენილი, შუა ნაწილი და დასასრული დაკარგული, მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა იმ კუთხით, რომ მასში ფიგურირებს არა ერთი, არამედ 7 სიზმარი. განსაკუთრებით საინტერესო მე-6 და მე-7 სიზმარია, რომლის მიხედვითაც წარუმატებელი ნადირობიდან დაბრუნებულ ქესის დაესიზმრება 7 სიზმარი. მე-6-ში იგი ხედავს, რომ ყელსაბამი კიდია მკერდზე, ფეხებზე კი ქალის სამკლავე ადევს ბორკილად, მე-7-ში კი ქესი ლომებთან საბრძოლველად თუ სანადიროდ მიდის და მას შემდეგ რაც მიირბენს სახლში, დაინახავს, რომ გველეშაპისა და ავსული ქალების მთელი გარკვეული ჯგუფი დაჯარულა მის სახლში და ტექსტი სწორედ იმ ადგილას წყდება, სადაც დედამ უნდა დაიწყოს ამ სიზმრის ახსნა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სიზმრები მანიშნებელია იმაზე, რომ ცოლის სახით ქესის ოჯახში დაუბუდებია ბოროტ ძალებს, რომლებიც მას ხელს უშლიან ნადირობაში, რადგან როგორც ცნობილია, დედა სწორედ იმას აყვედრებს შვილს, რომ ცოლის მოყვანის შემდეგ ნადირობასა და მსხვერპლშეწირვაზე მან ხელი აიღო. ზოგადად კი მონადირე უნდა ხედავდეს სამონადირეო სიზმრებს და ამ დროს მას ევლინება სიზმრად ან ვაჟი, ან ქალი. თუ ვაჟია, ეს არის ოჩოპინტრე, რომელსაც მან სული უნდა მისცეს და ისინი ნადირობაში ერთმანეთის პარტნიორები არიან ფაქტობრივად, თოფს უწვდის ოჩოპინტრე მონადირეს სიტყვებით წამაე სანადიროდ წავიდათ. ხოლო თუ ქალი ესიზმრება, ამ შემთხვევაში სიზმარში მონადირესთან სარეცლის გაზიარებით ხდება იმის მინიშნება, რომ ნადირთმწყემსი ნადირით და ასაჩუქრებს თავის სიზმარელულ სატრფოს. სიზმარი უპირველეს ყოვლისა ფიგურირებს მეფობის მითოსში. განვიხილავთ ფარნავაზის მითოს და თამარ მეფესთან დაკავშირებულ სიზმარს. ძველ ეპოსებში სიზმრის ამხსნელი, როგორც წესი, არის მდედრი, იგი ან დედა, ან და. ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებაში შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ცხადისა და ცხადისა და სიზმრისგან შედგება და მათ საერთო სიმბოლოები აქვთ. საუბარი არის ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც აქვს აშკარა მითოლოგიური დატვირთვა, რადგან ფარნავაზმა თავისი მეფეთ-ცხების სცენა იხილა სიზმრად, რაც ცხადში დადასტურდა ანალოგიური სიმბოლოებით. ეს არის უკაცური სახლი გამოქვაბული, მზე, ირემი, ცვარი და ოქრო. ფარნავაზს ყავს მრჩევლად და სიზმრის ამხსნელად გამჭრიახი დედა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ფარნავაზი უბრად გადის სახლიდან მონადირეთა წესის თანახმად, შესაბამისად დედამ არაფერი იცის ამ სიზმრის შესახებ და არც ახსნის ეპიზოდი გვაქვს ტექსტში. თამარ მეფის ან ვარიანტულად თამარ მეფის დედის სიზმარი არის ასევე საინტერესო, რადგან იგი მიუთითებს, რომ თამარი არის დიდებისთვის შობილი, არაჩვეულებრივი ბავშვი. თამარი როგორც ფარნავაზი თავის თავს მეფედ ხედავს სიზმარში, თუმცა თამარის სიზმარს აკლია ის რიტუალიზმი და სიმბოლიკა, რომელიც აქვს ფარნავაზის სიზმარს. იგულისხმება ცხება. თუმცა სიტყვები როგორიცაა ჩამბარ და სახმელეთოი, აშკარა მიმანიშნებელია იმაზე, რომ ეს წარმოადგენს კორონაციის ბოლო ეტაპს. თამარის სახელთან ასევე დაკავშირებული არის ბოყველი გლეხის სიზმარი, რომლის კორესპონდენცია ივერის 1890 წლის 199 ნომერში დაიბეჭდა. თამარ მეფის საფლავის ბურუსით მოცული ისტორია იმდენად მსჭვალავს ხალხის ცნობიერებას, რომ სიზმრებშიც იჭრება და გლეხს გამუდმებით ესიზმრებოდა წმინდანი, რომელსაც დედოფლის საყდარში ოქროს საბანი ეხურა და საყვედურობდა გლეხს რატომ არ მოდიხარო. იგი 3 თვე თავისი ხარჯით აშენებდა მიუვალ კლდეზე ხარაჩოს, კვეთდა საფეხურებს ეკლესიაში ასასვლელად და სექტემბრის ნომერში ეს კორესპონდენცია დაბეჭდილი, როდესაც დაასრულებდა პოლიციის თანხლებით უნდა ასულიყო და შეემოწმებინა იქ თამარის საფლავი დახვდებოდა თუ არა.
სიზმარი ასევე გვხვდება ეთერიანსა და არსენას ლექსში. ეთერიანის ამ ვამთავრებ. ეთერიანის ამ ვარიანტში არის აბესალომი მეფე, მას ეთერი ესიზმრება და სურათი ცდილობს მის პოვნას. არსენას შემთხვევაში კი სიზმრი წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე, ახლოვდება აღდგომა და წვერის სისხლში შეგებულა ტრაგიკულად ეხმიანებას აღდგომა კვერცხის სიმბოლიკას, რომლის ხელში დაჭერის იმედი უკვე არსენას აღარ აქვს, რადგან მოსალოდნელ სიკვდილს გრძნობს. ამდენად სიზმარს მნიშვნელოვანი როლი უკავია ქართულ ანდრეზებში, ხშირად იგი წინასწარმეტყველების მოსალოდნელ მოვლენებს ღვთისნებას სურვილის გამცხადებელია, ან წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას. სიზმარი მჭიდროდ უკავშირდება მითოსს და თითქოს ორგანულად არის კიდეც შეზრდილი. იგი ფიგურირებს როგორც კოსმოგონიურ მითოსში, ისე ჯვრის დაარსების თუ მეფობის მითოსში. სიზმრის გავრცელების მრავალფეროვანი არეალი კი ცხადყოფს მის განუზომელ მნიშვნელობას, როგორც მითოლოგიაში, ისე ზოგადად კოლექტიურ ცნობიერებაში. მადლობა ყურადღებისთვის. გმადლობთ. აბა შეკითხვები თუ არის მომხსენებელთან? აბა, გთხოვთ, მარკუს. არ გამიშვეს რა. მე მაინტერესებდა, აი თავის დროზე მიაჩნდა თუ არა რომ ყველა სიზმარი იყო წინასწარმეტყველების განმასახიერებელი და თუ ასე არ იყო, მაშინ რითი განსაზღვრავდნენ სიზმარი, ასე რომ ვთქვათ, ცხადის ნიშანი იყო თუ არაფრის მთქმელი, ანუ არ ვიცი თუ ახლა ნორმალურად თავს შეკითხვა, მაგრამ აი ერთადერთი რაც ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არტემიდორის სიტყვების მოხმობა, ანუ უბრალო სიზმრის გარჩევა გრძნეული სიზმრისგან იმით შეიძლება, რომ უბრალო სიზმარში არის აწმყოს ელემენტები შესული, აი მართლა რაც გადახდა ან რეალური ცხოვრების ეპიზოდიდან რაც არის აღებული ეს ელემენტები ფიგურირებს და გრძნეულ სიზმარში ზებუნებრივი არსებებიც გვხვდება და მომავალ წინასწარმეტყველებს, ანუ იმას არ ხედავს სიზმრად, რაც უკვე გადახდა მას, რაც ქოცნობიერში არ არის ჯერ კიდევ. მადლობა შეკითხვისთვის. ანუ სესილიმ განიხილა სიზმრები ფოლკლორულ ნაწარმოებებში და ზოგადად ეს უკვე მხატვრული ნაწარმოებია და აქ მისი ფუნქცია არის ზოგადად სიუჟეტის განვითარებისთვის, როგორც ლიტერატურაში იყენებენ ხოლმე მწერლები. ანუ ყოფაში უკვე სხვა ფსიქოლოგიური მომენტია, როგორ